საქართველოს მოქალაქეები რუსულ კომპანია ინტერრაოს 139 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაუხდით. ჯარიმის გადახდა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაგვაკისრა. ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე მსხვილი არბიტრაჟია, რომელიც საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის კუთხით წააგო. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს თურქულ კომპანია ენკასთან მილიარდი ლარის დავა წავაგეთ და ეს თანხაც ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი იქნება. მილიარდიანი ჯარიმა მაშინ ნამოხვალ ჰესის პროექტის ჩაშლის გამო დაგვეკისრა. რუსულ კომპანიასთან დავა კი სხვა მიზეზით წავაგეთ. საქმე 2013 წლის მემორანდუმის დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დროს დაგვირდა, რომ დენის ტარიფებს შეამცირებდა. ტარიფების შემცირება იმ რეალობაში არანაირად არ გამოდიოდა. თუმცა მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა ამ რუსულ კომპანიას, რომელიც კომპანია თელასის 75% ფლობს. კერძოდ, მანამდე 2008 წელს დადებული მემორანდუმის შესაბამისად რუსულ კომპანიას 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. კალაძემ მოუხსნა ეს ვალდებულება, არ გვინდა ეს 200 მილიონი დოლარის ინვესტიციაო, სამაგიეროდ უფლება მოგვეცით, რომ ტარიფები შევამციროთო. ამაზე თანხმობა მიიღეს რუსული კომპანიისგან, ოღონდ იმ პირობით, რომ ტარიფის დათვლისას დოლარის კურსის ცვლილების გათვალისწინება მოხდებოდა. პირველ ეტაპზე ტარიფების მცირედით შემცირება მაინც გამოუვიდათ. თუმცა 2015 წელს ტარიფების შენარჩუნება აღარ გამოდიოდა. ამიტომ სემეკმა ისე დათვალა ტარიფები, რომ დოლარის კურსის ცვლილება არ გაითვალისწინა. ზუსტად ამის გამო რუსულმა კომპანიამ გვიჩივლა და დავა მოგვიგო. ანუ რა გამოვიდა? პირველი, კალაძემ ჯერ 200 მილიონი ენერგეტიკაში ინვესტიცია დაგვაკარგინა, შესაბამისად დღეს ინფრასტრუქტურა დაძველებული და არაეფექტურია. ამის თანხას ისევ ჩვენ გადავიხდით ელექტროენერგიის გადასახადის სახით. მეორე, ქართულმა ოცნებამ ტარიფები ვითომ შეგვიმცირა და ახლა ამ ტარიფების შემცირების ჯარიმაც ჩვენი გადასახდელი გახდა. და ბოლოს, ზუსტად მსგავსი ფულის ფლანგვის შედეგია, რომ საქართველოში ფასები ყველაფერზე ყოველდღიურად იზრდება.